ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტი წარადგინეს. HumanOS-ი ახალი თაობის ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანის ხმოვან მონაცემებზე დაყრდნობით ინტონაციის, საუბრის ტემპის, რითმისა და ემოციური ტალღების ანალიზის მეშვეობით ქმნის ადამიანის ფსიქოკოდს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ საუბრის ჩანაწერის საფუძველზე სპეციალურად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ამოიცნობს ტალღურ კოდებს, რომლებიც დაკავშირებული ადამიანის ფსიქოლოგიურ სტრუქტურასთან და ახდენს მათ ინტერპრეტაციას იმ სიზუსტითა და სიღრმით, რაც აქამდე ვერც ერთმა სისტემამ ვერ შეძლო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული HumanOS-ის სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს სწრაფად და ზუსტად დავინახოთ, თუ რატომ იქცევა ადამიანი ისე, როგორც იქცევა, რა დგას მის არჩევანსა და ემოციურ რეაქციებს, მიღმა და სხვა. HumanOS-ის და ფსიქოკოდის თეორია ახალი ეტაპია ფსიქოლოგიის სფეროში, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა ტექნოლოგიების გამოყენებით მოკლე დროში უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი. აღნიშნული ინფორმაცია კი პიროვნული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენოს. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმოადგენთ სრულიად ახალი ტექნოლოგია. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ფიზიკურ ხარეს თუ ლაპარაკობს გენეტიკური კოდი, ჩვენი აღმოჩენით, რომელიც თვეების განმავლობაში ჩვენი სპეციალისტები და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მივედით იქამდე, რომ ვიპოვეთ, რომ როგორც არსებობს გენეტიკური კოდი, არსებობს ფსიქოლოგიური კოდი ადამიანის, რომელიც ხსნის მთელ ინფორმაციას ადამიანის შესახებ, მისი ქცევის შესახებ, აზროვნების, ემოციების და ასე შემდეგ. ეხლა აქტიურად დავიწყეთ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მისი რეგულაციებთან დაკავშირებით, რომ ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკვე გექნება მიღწეული შეთანხმება ამის გამოყენების რეგულაციაზე და შემოდგომიდანვე უკვე ეტაპობრივად დავიწყებთ მის დანერგვას მხოლოდ სპეციალისტებთან, ფსიქოლოგებთან და რა თქმა უნდა ყველას მიეცემა შესაძლებლობა იმისა, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც პიროვნების შესწავლის კუთხით, მისი განვითარების კუთხით და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ჯერ კიდევ რთულად კვლევად საკითხებს ვიკვლევთ, მეორე სრულიად ახალი თეორიული პერსპექტივა და ახალი პრაქტიკული პერსპექტივა შეიძლება შემოიტანოს ამ პროექტმა. დაწყებული მაგალითად იქიდან, რომ ვიკვლიოთ ისეთი ადამიანები, რომელიც დღეს წარადგინეს, ხო, ანუ ფსიქობიოგრაფიული კუთხით. დავილაპარაკოთ იმათ და გავიგოთ მათი პიროვნებები, ვინც ჩვენთვის ხელმისაწვდომები აღარ არიან, ეს ერთი, დამთავრებული იმით, რომ კულტურად შორისი განსხვავებები ამ მსგავსებებიც ვიკვლიოთ, ხო? როგორ განსხვავდებით, ანუ როგორ გავართ ერთმანეთს იმ ქცევით, როგორიც არის მეტყველება, ხმის მოდულაცია, ტემბრი, ტონალობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, მეტყველება და ხმა, როგორც ქცევა, როგორ უკავშირდება პიროვნულ ნიშნებს, ის რაც ღერძულია, ფუნდამენტურია და უნიკალურია ინდივიდიდან ინდივიდზე. HumanOS-ის სისტემა, რომელიც შეიქმნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც აბსოლუტურად ინოვაციურ ტექნოლოგიას გვთავაზობს აღნიშნულ სფეროში, ჩაშენებული იქნება კურიკულუმში, საბაკალავრო პროგრამის საფეხურზე, ფსიქოლოგია და ციფრული სამყარო, რომელიც უკვე მასპინძლობს სტუდენტების პირველ ჯგუფს და ჩვენი სტუდენტები ისწავლიან სწორედ იმ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს, რომლითაც აღნიშნულ დარგში შეიძლება თავისი საქმიანობა აწარმოონ, მას შემდეგ რაც დაასრულებენ აღნიშნულ პროგრამას. ეს არის ნამდვილად უნიკალური მიღწევა, რომელიც გვახარებს, რომ შეიქმნა ჩვენს უნივერსიტეტში და ვფიქრობთ, რომ სტუდენტს მიცემს შესაძლებლობას ახლებური ცოდნა მიიღოს და დაეუფლოს იმ ტექნოლოგიებს, რომელიც დაეხმარება წარმატებით ახორციელოს თავის პროფესიული საქმიანობა.